სუფლებას თუ აქ ტერიტორიებზეა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე არის საუბარი, ეს ნაკლები ფასი აქ ამ შემთხვევაში გასადენს, ვიდრე ის, რაც რეალურად ღირს და არის ჩვენთვის მნიშვნელოვანი ოკუპირებული ტერიტორიების. ანუ მე ძალიან მარტივად მინდა ვთქვა, რომ თუ კი ჩვენ რუსეთს მივყიდით აი ამ გასანდეს, ანუ უბრალოდ თუნდაც ვაჩუქებთ, რა თქმა უნდა ამის სანაცვლოდ ჩვენ აღიარებას არ წაიღებს უკან რუსეთი და ცხადია არც ჯარებს გაიყვანს და ანუ ეს არ იქნება აი ამ პრობლემის მოგვარების საფასური, თუმცა ეს იქნება რაღაც ერთი ნაბიჯი კიდევ რუსეთთან ურთიერთობის თუმცა პუტინმა არის თუ ისე დიდი ხნის წინ გააკეთა განცხადება იმის შესახებ, რომ ქართველებმა და ოსებმა, ოსეთზე იყო აქცენტი, ერთმანეთს შორის უნდა დაილაპარაკონ და რუსეთი მათ მისცემს ამის საშუალებას. ხომ არ არის ეს ერთგვარი სიგნალი იმისა, რომ შეიძლება მართლა რაღაც გაცვლა მოხდეს? არა, ამ დროს ჩვენ კონტექსტიდან დამოგლეჯილად არ უნდა განვიხილოთ ეს საკითხი, იმიტომ რომ რუსეთი ამბობს, რომ თქვენ უნდა გაარკვიოთ ერთმანეთთან, აქ არის საუბარი სამ დამოუკიდებელ სახელმწიფოზე. ოღონდ პუტინი ამ შემთხვევაში მხოლოდ ერთზე ოსეთზე ლაპარაკობს. თქვათ ოსეთი იყოს, იგივე აფხაზეთზეც ესე ყოფილა საუბარი და რუსეთი ამბობს, რომ ის არის უბრალოდ მესამე მხარე, უბრალოდ მედიატორი და ამ შემთხვევაში ის არ არის აგრესორი და ამით უნდა დაფაროს ის რეალური სტატუსი, რაც რუსეთს გააჩნია ამ შემთხვევაში ჩემი აზრით. ბატონო გურამ, ხელისუფლებამ გუშინ, ასე ვთქვათ, ახალი არგუმენტი დადო გასადენის არასაპრივატიზაციო ობიექტების სიიდან ამოღების თვის. პირველ რიგში, ვიდრე უშუალოდ ამ თემაზე გადავიდოდეთ, მე მაინტერესებს თქვენი ინფორმაციით, ვისი კუთვნილებაა დღეს გასადენი? ეკუთვნის ის გაზის და ნავთობის კორპორაციას თუ ეკუთვნის ეკონომიკის სამინისტროს? დღეს მთელი დღე ვცდილობდით ამის დადგენას. პრინციპში ჩემი აზრით დაახლოებით დავადგინეთ, მაგრამ თქვენ ალბათ უფრო კომპეტენტური იქნებით ამ საკითხში. თუმცა ამ შეკითხვაზე პასუხს სარეკლამო პაუზის შემდეგ მოვისმენ გადაცემაში რეკლამისთან. თქვენ უყურებთ პირდაპირ საუბარს, ჩვენი სტუმარია გურამ ჩახოძე. ბატონო გურამ, თქვენი ინფორმაციით ვის ეკუთვნის დღეს გასადენი? რა თქმა უნდა, ვის ბალანსია? ესე იგი, მოდით ასე ვთქვათ, კომპეტენტური პასუხები სხვათა შორის ამის შესახებ თვითონ სახელმწიფო უწყებებშიც არ მოიწონს. მე ვისარგებლე ენერგეტიკის სამინისტროს საიტით, შევედი ამ საიტზე და იქ არის ნავთობისა და გაზის კორპორაცია, სადაც აქ არ არის მარტო მაგისტრალურ მისადგომებზე, ეს არის მთლიანად ინფრასტრუქტურა და სხვა შორის აი ამ კორპორაციის საკუთრებაში. ამ შემთხვევაში სახელმწიფო საკუთრება, ეს მინდა თავიდანვე აღვნიშნო, სახელმწიფო საკუთრება 100%-იანი წილით სახელმწიფოს, რომელიც უბრალოდ გადაცემული აქვს კორპორაციას, რომელიც განკარგავს უბრალოდ ეს ჩვეულებრივად როგორც ხდება. ანუ ეს არის სახელმწიფო საწარმო, მესაკუთრე არის სახელმწიფო 100%. ანუ ეკონომიკის სამინისტროს ბალანსია ობიექტი? არა, ეს არის ნავთობისა და კორპორაციის, ბალანსი ასე ვთქვათ და იმ კანონით, მაგრამ აქ თავი რა არის? აქ ახალი გარემოებებზე როცა არის ის რაც ბრძანა ბატონმა პეტრე ცისკარიშვილმა, რომ 75% არის სახელმწიფო საკუთრებაში ნავთობისა და გაზის კანონის თანახმად, რომ ეს მუდმივად იქნება და რომ აქ საფრთხე არ ემუქრება ვთქვათ პრივატიზებას და აქ შეიძლება 25%-ზე იყოს საუბარი, არასწორი არის, იმიტომ რომ ბატონი პეტრე თავისებურად კითხულობს კანონს და ჩვენ უნდა წავიკითხოთ ის რაც წერია და უბრალოდ მართლა წამოვიღეთ ეს კანონი, სადაც არის ასეთი რა ჩანაწერი, რომ აქ არის უფლებებზე ამ ნავთობისა და გაზის კორპორაციის, თუმცა კანონში არის ნავთობის ეროვნული კომპანია, იმიტომ რომ ეს კანონს სამწუხაროდ აღარ გადავხედეთ 99 წლის შემდეგ. ანუ ძველი სახელწოდებით. ხო, ძველი თქვათ, მაგრამ თუნდაც იყოს ეს სამართალმემკვიდრე არის ნავთობისა და გაზის კორპორაცია, აქ და არის მისი უფლებები და აქ წერია რომ სანამ საქართველოს სახელმწიფო ფლობს მისი წილის აქციების 75%-ს და მე არის უკვე ჩამოთვლილი ეს. ანუ სანამ არა შემთხვევაში შეიძლება აღარ ფლობდეს სახელმწიფო. და ამავე კანონში წერია რომ გადაწყვეტილებას პრივატიზების შესახებ იღებს საქართველოს პრეზიდენტი. როცა წერია სანამ 75%, ყველანი ქართველები ვართ, ალბათ ერთნაირად გვესმის ხო, ქართული, ეს არის რაღაცა დრომდე არის
სახელმწიფოს საკუთრებაში, მაგრამ ეს კანონი აბსოლუტურად არ გრძელობს, რომ ეს 75 ან 100% გასხვისდეს. ეს არის პრეზიდენტის გადაწყვეტილებას დამოკიდებული. ამ კანონით ეს არის პრეზიდენტის გადაწყვეტილებით ხდება ეს. თუმცა ეხლა რაც მივიღეთ ჩვენ ეს კანონი და ამ კანონს ეხლა აქვს უპირატესი ძალა, იქ არის ანუ მილსადენის გაყიდვაზე. ხო, მილსადენი, აქ სამი ფორმა არის პირდაპირ მიყიდვა, როდესაც იღებს სახელმწიფო გადაწყვეტილებას, რომ პირდაპირ მიყიდოს, არის აუქციონი, როცა ფასზე არის საუბარი და გაზპრომ ზუსტად ფასი არანაირად არ აშინებს, ფასიც უნდა იყოს ის აიღებს და არის კონკურენტული მყიდველის შერჩევის ესეთი მეთოდი. თუმცა პეტრესკოშვილი აქციებზე ლაპარაკობდა ისევე როგორც პრემიერ-მინისტრი. ხო, ეს არის თავი რომ ამ კანონით, რომელიც ჩვენ მივიღეთ, აქციების გაყიდვა, ანუ პრივატიზება აქციების განთავსების სახით არ არის გათვალისწინებული. ანუ ტყუილია, როდესაც საუბრობენ იმაზე, რომ 10-15% ლონდონის ბირჟაზე უნდა მე არ ვიცი და ეს უნდა დაასაბუთოს მთავრობამ, როგორ აპირებს არსებული კანონით 10-15%-ის გატანას ლონდონის ბირჟაზე, ხო? და თავარი კიდევ თუ კი ბატონი პეტრეცის კავშირი ნაციონალური მოძრაობა ამბობს, რომ აქ მილსადენზე კი არ არის საუბარი, თქვა კორპორაციაზე, აქ უკვე მეტი საფრთხე დგება, იმიტომ რომ კორპორაცია გარდა მილსადენებისა ის ფლობს ყველაფერი დაკავშირებული ინფრასტრუქტურა, შენობები არის, ტექნიკური დანადგარები თუ რაც შეეხება ნავთობს და გაზს. აქ შეგვიძლია ჩვენ ჩავთვალოთ, თუ კი არის გაზის ნავთობი, გაზი, ეს არის თუ კი არის ეს სახელმწიფოს საკუთრებაში. ამის გასხვისებაზეც იდის უკვე საუბარი თუ კორპორაციაზე გვექნება ჩვენ. ანუ თუ კორპორაცია გაიყიდა, შესაბამისად ყველა მის ბალანსზე არსებული ობიექტიც რა თქმა უნდა, მეწილე ხდება, ვინც იყიდის. ამიტომ აქ რაღაც ისეთი თემა წამოიჭრა, რომელიც სიმართლე გითხრათ, კიდევ დასადგენი არის და აქ უნდა მივიღოთ ჩვენი გადაწყვეტილება, მაგრამ კიდევ ერთი გარემოება, ახალი გარემოება, ეს სიჯიუტე მთავრობის და ამ შემთხვევაში უმრავლესობის 51%-ის არ დაფიქსირების შესახებ ჩვენ ვთხოვდით, რომ მოდი დავაფიქსიროთ 51% კანონში, რომ რჩება სახელმწიფო საკუთრებაში და ყოველგვარ გაუგებრობას, მითქმა-მოთქმას, თქვათ რისკებს თავიდან ავიცილებ და ამაზე იყო კატეგორიული წინააღმდეგობა, თუმცა დასაწყისში იყო ესეთი საუბარი, მოდით ვნახოთ, გავითვალისწინებთ თუ არ გავითვალისწინებთ. და არის ესეთი ვერსიებზე თუ არის ახლა საუბარი, მე მაგალითად ესეთი ეჭვი გამიჩნდა, რომ აქ რუსეთს შეიძლება არც არაფერი შუაში არ არის, ეს არის უბრალოდ ხელისუფლების შიგნით რაღაცა მოლაპარაკება, ანუ რაღაცა პირებისთვის მიყიდვა და ამისი ყველაზე კარგი საშუალებაა პირდაპირ მიყიდვა. და ფასიც აქ უკვე არ არის. ანუ ქართველებისთვის ან რაიმე ოფშორში დარეგისტრირებული მორიგი კომპანია. შეიძლება და ჩვენ ამისი ესეთი მაგალითები გვაქვს, როდესაც ზუსტად ხელისუფლებასთან დაახლოებული ბიზნეს წრეებიდან წამოსული პიროვნებები ხდებიან სტრატეგიული ობიექტების, ბუნებრივი რესურსების და ასე შემდეგ მფლობელები. არის ეს ვარიანტიც, მაგრამ ამას ჩვენ დაგვანახებს, რა თქმა უნდა, მომავალი. აი მაგ ვარიანტს რა საშიშროებები შეიძლება ახდეს? აქ შეიძლება რამდენიმე ესეთი საშიშროება. ჯერ ერთი ალბათ ყველა ვარიანტში ეს იაფად უნდა გაიყიდოს, ხო? გაცილებით ნაკლებ ფასით, ვიდრე ეს არის, ხო? და მე შეიძლება ეს ინფრასტრუქტურა და ეს ობიექტი გახდეს სპეკულაციის საგანი. ყიდულობთ, მე გავყიდით უფრო ძვირად, შეიძლება რუსებსაც მიყვიდო და აქ უკვე ეს განუსაზღვრელია და უბრალოდ ის რაც მართლა ხალხის საკუთრება, ვონაც მე არ ვამბობ რაღაც ესე მემარცხენე ან სოციალისტურად, ის მართლაც ხალხის საკუთრებაა, იმიტომ რომ ეს არის სახელმწიფო საკუთრება, შეიძლება ძალიან იაფად გაიყიდოს და ის რაც შეიძლება სარგებელი მიიღოს ხალხმა, აი სარგებელი ჯიბეში ჩაიდოს რაღაცა ვიწრო. გადაყიდვის შემდეგ. გადაყიდვის და ისედაც ეს სარგებელი შეიძლება აღარც გაყიდონ და უბრალოდ აქედან შემოსული მოგება განაწილდეს არამთლიანად თქვა საქართველოს შევიდეს ბიუჯეტში და მოხმარდეს ჩვენს მოსახლეობას, არამედ რაღაც გარკვეული ვიწრო შემოფარგლული წრის მიერ. აბანო გურამ ხელისუფლება აქცენტს აკეთებს იმაზეც, რომ რუსეთმაც რომ იყიდოს მილსადენი, ეს არ შექმნის იმაზე მეტ საშიშროებას საქართველოსთვის, ვიდრე დღეს გვიდგას ჩვენ რუსეთის მხრიდან. თუ ეთანხმებით ამას? არა, რა თქმა უნდა, არ ვეთანხმები. მაშინ რა საშიშროება შექმნის? ჩვენ არასწორად გვესმის რა არის ეკონომიკური უსაფრთხოება, რა მნიშვნელობა აქვს აი ამ მილსადენს. მისადენს რა მნიშვნელობა აქვს ჩვენი ქვეყნისთვის და რამდენად მნიშვნელოვანია, როდესაც მთლიანად ეს ხაზი, რაც არის მისადენის რუსეთის და სომხეთის სხვა შორის გაზპრომი ფლობს, ეს ყველასთვის კარგად ცნობილია, ჩვენ რაღაცა გაჩხერილი ვართ ესე და პრობლემას ვუქმნით.
ერთი რატომ არ უნდა შევუქმნათ პრობლემა? ჩემი აზრით ეს, მეორეც ერთი, როცა არის არგუმენტებზე საუბარი, ჩაიდო ფული, მილიონობით დოლარი, ხომ? და განვაცხადეთ, რომ პრობლემა არ არის. უკვე ეს მილსადენი მუშაობს სრული დატვირთვით, რეკონსტრუირებულია, ანუ ეს ეფექტიანად მუშაობს. თუ კი ეს ეფექტის მომცემი არის, მოგების მომცემია, რატომ უნდა გავყიდო მე და რატომ უნდა მოვახდინო მისი პრივატიზება, როდესაც აქედან შემოსული მოგება ისევ შემიძლია მოვახმარო ჩემ ხალხს, ან ბიუჯეტში შევიდეს, ან ისევ დავაბრუნე ინვესტირება მოვახდინო და უფრო განავითარო ჩემი ინფრასტრუქტურა. როდესაც ეს ფული შეიძლება ბიუჯეტში შევიდეს და ის გასადენები, ჩვენ კრედიტებს ვიღებთ, ხომ? აი ხლა სულ ახლახანს ჩვენ ყოველთვის გვესმის მედიის საშუალებით, რომ აი თქვა ამადამ მონაკვეთზე ევროპის რეკონსტრუქციის ბანკის კრედიტი ჩვენ გაგვყავს მისადენი. შეიძლება შეღავათი გაკეთდეს და აი ამ ფულით ჩვენ დავაფინანსოთ და ჩვენ ვალები არ აიღოთ. ანუ აქ მრავალი ვარიანტი არსებობს, როდესაც ეს მილსადენი ამ შემთხვევაში არის რენტაბელური. ანუ ეს არ არის წამგებიანი. ან თუ აქციონირებაზე არის საუბარი, რატო არ შეგვიძლია ჩვენ რაღაცა წილი ლონდონის ბირჟაზე კი არა, საქართველოში გამოვიტანოთ და მე დარწმუნებული ვარ ისეთი მომგებიანი პროექტი, როგორც არის გასადენი, თითოეული ჩვენი მოქალაქე რაღაცა თან